გამარჯობათ მეგობრებო, დღეს გვექნება ლუი ვიტონის Pacific Chili-ს აღწერა. ძალიან გინდოდათ, ძალიან დიდი თხოვნა იყო, ჩამოვიტანე და ავღწეროთ. ყოველი ლუი ვიტონის სუნამო მაოცებს. ეს არის საოცარი ჟღერადობის სუნამო, რომელიც საოცრად ჟღერს. წარმოიდგინეთ, სადღაც დაჩაზე მიდიხართ, ამ ტყეში შეხვედით ბევრი სიმწვანეები და იქ ხვდებათ შავი მოცხარი რა. ეს რაღაცა საოცარი სუნი უასდის. ზუსტად ეგეთი შავი მოცხარი აქვს, ძალიან მაგარი გარგალი. სიტყვაზე ვთქვა, როგორც ბითერფიჩი არის ტომ ფორდში და ძალიან ნატურალური ატამი გვხვდება, აქ გვხვდება ძალიან ნატურალური გარგალი. უნატურალურ ეს გარგალია, ჩათვალეთ გარგლის სუნი ასდის, ასევე შავი მოცხარის და ძალიან ლამაზად უხდება მენთოლი. ასევე აქვს ციტრუსები, რა, ბევრი სიმწვანეები, ციტრუსები, შავი მოცხარი, ძალიან ბევრ რაღაცას გზნობს ჩემი ცხვირი და იმდენად ნატურალური, იმდენად დახვეწილი, ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი თუ შავი მოცხარი, გარგალი, მენთოლი და ეს კომბინაცია იმდენად მაგრად გადმოსცემდა სუნს, რომ იტყოდი, რომ ვაიმე, ეს რა საოცარი არომატია ლუი ვიტონის, ეს რა ნატურალურად აქვს გადმოცემული და ჭკუიდან გადაგიყვანდა. ზუსტად ეგეთია Pacific Chili. ამ ბრენდის ხო გეუბნები, თითქმის ყველა სუნამო მომწონს, ეს არის ლუქსი, რომელიც ჯობია 95% ნიშას. კიდე იმას ვიმეორებ, ეხლა ვიღაცისთვის ეგრე შეიძლება ტომ ფორდის ლუქსია, იმიტომ რომ ნიშა თუ იმას მოვიაზრებთ, რომ მხოლოდ უნდა აკეთებდე სუნამოს, მაშინ ეგრე გამოდის, რომ ტომ ფორდი ნიშა არის და მანსერა არის ნიშა, ან მონტალი. მე ნიშას ვეძახი, როდესაც აქვს ნიშური ჟღერადობა, არის უნიკალური არომატი და განსხვავებული, ჟღერს ნატურალურად და შექმნილია ისეთი სუნამო, რომელიც ძალიან განსხვავებულია და იგრძნობა, რომ პარფიუმერმა ამ სუნამოზე იმუშაო. ზუსტად ეს მომენტია ლუი ვიტონის სუნამოები და ეს განსაკუთრებულად Pacific Chili, სადაც ეტყობა, რომ პარფიუმერს აქვს ძალიან მაგარი შრომა ჩადებული, რომ ამ კომბინაციიდან მიეღო ეს სასწაული დახვეწილი და უმაგრესი არომატი. ვისაც არ გაქვს დატესტილი, დატესტეთ და მე გამიზიარეთ თუ როგორ მოგეწონათ. კარგად ბრძანდებოდეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ, ჩაუხდეთ ღილაკი არ გამოგჩეთ და დავეხმაროთ არხს განვითარებაში.